სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ინფორმაციას ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. გასაჩივრებულია შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვები, მათ შორის სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებებით დაფარვის ბლანკეტური აკრძალვა. განცხადების თანახმად ასევე კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემადგენლობა, როგორც უალტერნატივო პატიმრობა, ისე კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა. შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესებთან დაკავშირებულ შინაარსობრივ აკრძალვებთან ერთად კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემადგენლობა, როგორც უალტერნატივო პატიმრობა, ისე კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა. ამასთან საკონსტიტუციო სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაწესებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ადმინისტრაციულ სახთელად დადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისთვის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის, მათ შორის არასრულწლოვნისა და ორგანიზატორის მიმართ დაწესებული თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქართულმა ოცნებამ 2025 წელს შეკრების და მანიფესტაციის შემზღუდავი არაერთი ნორმა მიიღო, მათ შორის 16 ოქტომბერს მიღებული ცვლილებებით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემსადენი ან და მომწამლელი ნივთიერების ქონის, ასევე გზის გადაკეტვის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამღები ორგანიზატორია ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. ამგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ამგვარი აკრძალული ქმედების განმეორებითი ჩადენილი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას 1 წლამდე ვადით.